მოგესალმებით ელას, პელას, კელას, ყველას. ეს ძალიან მაგარ ადგილას მოვედი და მინდა რომ თქვენს გაგიზიაროთ. ახლა ვიმყოფები საბერძნეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულზე, ლევკადაზე და აქაური პლაჟები, ანუ სანტორინის პლაჟი, აქაურ პლაჟებთან შედარებით არის ჭიჭვეიშვილი და მე შევეცდები ახლა ამის შესახებ თქვენ უფრო დაწვრილებით მოგიყვეთ. განახოთ ის ადგილები, გასაოცარი ადგილები, რაც აქ არის. ეს რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი. აქ ძალიან დიდ ტალღებს იატყდებით, იმიტომ რომ ახლოს არ არის კუნძული, ესე პირდაპირ დააწვე, პირდაპირ არის იტალია. ეს გამამისად იტალიამდე არის ძალიან შორი და ეს კუნძული რა თქმა უნდა ვერ აჩერებს ამ მიწისქვეშა ბიძგებს, ნუ ტალღებს და ეს ტალღები მერე მოდის ძალიან დიდი. ახლა კიდე შედარებით ნაკლებია. მოკლედ, ეხლა მე ვეცდები რომ მაქსიმალურად კარგად დაგანახოთ აქაურობა. არ ვიცი, ეს არის ფანტასტიკური ადგილი. ეს არის ამ კუნძულზე სილამაზით მესამე პლაჟი, წარმოიდგინეთ მესამე და პირველი რა იქნება, ხო გასაოცარი საერთოდ. არ ვიცი, რასაც მე აქ უყურებ, ეს არის ფანტასტიკური, არანორმალური. უყურეთ რა ხდება, უყურე. ფანტასტიკური. მეგონი აქ გადაიღეს მაშველები. მე მგონი, რა ხდება, ფანტასტიკურია, მოდი შევიდეთ ცოტა გაუთამამდეთ. და ვეცდები. ძალიან დიდი ტალღა წამოვიდა აქ. არ ვიცი ფაქტიურად აქ წამოვიდა. მეგობრებო, მოკლედ თუ გადაწყვიტავთ ამ კუნძულის, რომელიმე კუნძულის დათვალიერება საბერძნეთში, ჩემი დიდი რეკომენდაცია იქნება არავით არის სანტორინი, არავით არის რომელიმე სხვა კუნძული, საკინთოზეც ვიყავი. საკინთოზეც ძალიან ბევრი პლაჟი ვნახე, მაგრამ ასეთი რამ მე რა ვიცი. საერთოდ ცხოვრებაში არსად არ მინახავს, განსაკუთრებით საბერძნეთში. ეს არის ნამდვილი საოცრება, ზღაპარი. ჯერ ზღვა როგორი კამკამაა. რა ხდება, ნახეთ რა საოცრება. აქ ჰორიზონტი ხო არ ვიცი 10 ვარსკვლავი მეტი კიდე. ვეცდები რომ იქ ბოლოსკენ დაგიყვანოთ, თუ არ წამიღოთ ალღებმა. მოდი ცოტა საუჩქარებ, ვირბენ და ისე განახებ, თორე ძალიან დიდი ვიდეო გამოგვივა. მეგობრებო, სანტორინზე თუ ჩახვალთ, მაგალითად თქვენ ჩახვალთ მარტო იმ გრანდიოზული ხედის გამო, თორე მეორე მესამე დღეს ზღვაზე გასვლა რომ მოგინდება, ვერ ნახავ შენ ესეთ მაგარ პლაჟს იქ. ამაზე 10 ჯერ ნაკლებსაც ვერ ნახავ იქ. ფაქტიურად არ არის ეს ცნობილი ფაქტია, მე არ მომიგონია ეს ზღაპარი. არ არის ასეთი პლაჟები, კი არის საბერძნეთში მაგარი კუნძულები, მაგრამ არ ვიცი. დაახლოებით 30 კუნძულზე ვარ, დაახლოებით ეს რო გითხრა და მე ეს რაც ნახე, ეს არის ყველაზე ფანტასტიკური. და რამხელაა, გავიქცევი, ვეცდები რომ ბოლომდე მივიდე. ნახეთ რა ხდება. აქ რო დარბიხარ. ნახე რა ხდება, ზღაპარია. ნახეთ. ეს არის ნამდვილი სიგიჟე, ამ ადგილის ცხოვრება. რამ სიგრძეა ჯერ. არ ვიცი. ძალიან დიდი მანძილი გამოვიარე. აქამდე. აქ შეგიძლია პატარა კარავი გაშალო. ზევითაც, ქვევითაც და ჩაუჯდე. ვეცდები. ცოტა კიდე მივირბინო და იქითაც განახო. მივიდეთ, ბარენ. არ დავიზაროთ. ყველთვის. ბოლომდე
მე კი სანამ ბოლომდე მივალ. ჩემი პატარა სათხოვარი იქნება, რომ თუ ჩემს გვერდს YouTube arcs გამოიწერთ, ეს იქნება ჩემთვის ძალიან დიდი დახმარება. სტიმული. მოკლედ, მე იცით რომ თავაზობ საფეხბურთო კონტენტს, მაგრამ შევეცდები მოგზაურობაც გავურიო და რა თქმა უნდა იუმორიც. აი საოცრება არ ვიცი რა. აი ოქრო ბანაო. აი არ შეცდეთ არავითარ შემთხვევაში არჩევანში. არასოდეს არ შეცდეთ არჩევანში. კარგად გადაამოწმეთ. ყოველთვის ის ადგილი, სადაც წახვალთ არ აქვს მნიშვნელობა, კუნძული იქნება, ხმელეთი იქნება. კარგად შეისწავლეთ, გადახედეთ, გადმოხედეთ, გაანალიზეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. მე 6 წელი გამომივიდა საბერძნეთში ცხოვრების და ეხა გემოვნებაზე არ დაობენ კი ბატონო, მე პირადად არ გამჩენია ჯერ სურვილი, რომ სანტორინზე წავსულიყავი. მიკონოზე ვიყავი. მაგრამ ეს რომ ნახე კადრებში, აქ უკვე მქონდა წამოსვლის სურვილი და ეს არის ამ კუნძულზე სილამაზით მესამე პლაჟი. აი ნახეთ უბრალოდ რა ხდება. აი არ ვიცი. აოცრება. ეს არის ზღაპარი. აი ეს და გამოვია. მოკლედ, მადლობა ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ მეტი საინტერესო მაგარი ვიდეოსთვის, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის მაქსიმუმი, რასაც მე შემოგთავაზებ. უბრალოდ ჩემი პატარა სათხოვარი იქნება, რომ თუ არ დაგეზარება, გამოიწერე ჩემი გვერდი და მე გვირდები, რომ შენთვის ძალიან საინტერესო რაღაცებს გადავიღებ. არა მარტო მოგზაურობაზე, არა მარტო იუმორზე, სპორტზე და ასე შემდეგ. მადლობა.